მოგესალმებით მეგობრებო, ვიმყოფები აგოდინაში. ეს წუთია დასრულდა კენჭისყრა. ჯამში მიიღებს 36 ძაღლი მონაწილეობას, იქნება 6 ბატარეა 6 ძაღლიანი და ნაწილდებით ახლა ლოკაციებზე. წინა შეჯიბრზე ზეცამ მიიღო დაზიანება. ფაქტიურად ზეცას სერბეთში ერთი ვარჯიშის მეტი არც უვარჯიშია და არც უვარჯიშია. ზურგი დაიზიანა და ტელეკვირა ანტიბიოტიკებზე იყო, გასდიოდა სითხე, ჩირქი ქონდა ჩამდგარი თელსხეულში და ეხლა წამლების ქვეშ იმყოფება და უნდა გაურისკო ახსნა. რაც შეეხება კრივის კი გუშინ წინ, ანუ ხუთშაბათს 2 დღით ადრე შეჯიბრამდე თითი მოიტეხა. მოკლედ ცოტა ამ ამბავში ჯანმრთელობის ხრივ არ გამიმართლა, მაგრამ სამაგიეროდ გაგვიმართლა დილას ბატარეაში. რომელი ტერიტორიაც ყველაზე მეტად მოგწონდა და ასე თუ ისე რომელიც საჯთანაც ყველაზე დადებითად ვარ განწყობილი, ზუსტად ის საჯი, იმ საჯის ბილეთი ამოვიღეთ და იმ ტერიტორიის ბილეთი ამოვიღეთ და ახლა წავედით ტერიტორიისკენ და ვნახოთ აბა დილა ცოტა იღვლიანად დაიწყო. წავედით ადგილისკენ, ჯამში გავდივართ 3 სამფერა ჩვენი თემი და ლუკასი, 2 სამფერა ვასილიეს და კიდე ერთი ძაღლი არ ვიცი რა ჯიში არის რომ დაგანახებთ. ვასილიეს რომელიც ძაღლების გამოყავს, ზუდა ხვადი მაგ ძაღლების შვილი იყიდა ლუკა, რო ჩამოვიყვანთ ახლა. ძალიან კარგი ძაღლები ყავს, ძუ როგორც მახსოვს 8-9 წლის დაახლოებით ეგრე არის, საკმაოდ გამოცდილი და ცეთი ძლიერი ძაღლია, ხვადი კი ახალგაზრდა 3 წელზევით არის. წინა წელს მაგალითად 3ჯერ მოხდა საპრიზოში ძუ, უბრალოდ ძუ მოხდა 4ჯერ და ხვადი კი 3ჯერ მოხდა. საკმაოდ შედეგიანი ძაღლები ყავს და ძალიან კონკურენტიანი ჯგუფი ვართ ჩვენი. მე-7 ძაღლისას კი რო გავიგებ, გაგებინებთ. ადგილზე ჩატარდება როგორც ხვდები იარაღის ტესტი და რიგითობის კენჭისყრაც ადგილზე ჩატარდება. Može. Jedino mi je ako nećeš da se vidi put, ali dobro. Ajmo već. A daj. Vuče Jeleni Olić. Da, ma ne. Evo, ti te ideš da bi... Ja sam prošli godine šio. Number. Ma nema to. Tu je, da? Tu. Ovo su bili za kupsku, dole onda. A dole? Nije česno. Wow. Jedan, ajde u 2. Shiny it. Baba, ovo nema nigdje. Jel uzmem Slušaj, išao sam mnogo vidio sam, ali ovo nisam. Jo, sad dolaze u I vidi kašnica, šećer, sve. მოკლედ 6 ძაღლია, როგორც გეუბნებით. 5 სერბული სამფერა მდევარია და 1 სერბულ ენაზე ესეთი ჯიში არის, ესე ქვია, სერბსკი ჟუტიგონიჩ, ანუ სერბული ყვითელი მდევარი. ეს ჯიში არის უძველესი. საბედნიეროდ დაახლოებით 1 წელია უკვე FCI-ში როგორც ეროვნულ ჯიშად ისე დაარეგისტრირეს და ცოტა ხანში უკვე საერთაშორისო აღიარებასაც მოიპოვებს. ძალიან უყვართ ეს ჯიში, არის უძველესი და საკმაოდ კარგი ჯიში არის და სიმართლე გითხრათ, აქამდე არ მომწევი ამ ჯიშის ძაღლების მუშაობის ხილვა უშუალოდ პრაქტიკაში და მაინტერესებს ახლა ნახოთ იმედია დადებით შტაბ-ეჭდილებებს და ამიტომ რომ ძალიან ცოტა არის სერბეთში თვითონ ამ ჯიშის წარმომადგენლები ძალიან ცოტა ყავს და უფრთხილდებიან ასე რომ ვთქვათ როგორც ეროვნულ საგანძურს ისე და ცდილობენ ეს ჯიშები ეროვნულ ჯიში რაც არის სერბული ორფერა, სამფერა და ყვითელი მდევრები რაც შეიძლება წინა პლანზე წამოწიონ. ეს საკმაოდ იღვლიანები ვართ. რიგითობით პირველი ლუკა მომოიღო, ანუ პირველი ხალისა წავა. შემდეგ მეორე ძაღლი არის ვასილიეს სამფერა, როგორც ვიცი, აღარ მახსოვს. შემდეგ მესამე და მეოთხე გაშვებები ჩემი არის. აი მესამე მეოთხეში კი გადავწყვეტ ზეცა გაუშვა თუ კრივი, პირველი ალბათ უფრო კრივის გაუშვა. ზედან გითხარით, ორივე დაზიანებული მყავს ძაღლები. და ნახოთ აბა რა იქნება და როგორ იქნება. ლუკა მიდის ადგილში, ვცდილობ ცოტა დისტანცია დავიცვა, რადგანაც ობიექტის შეხვედრების მეტი შანსი გქონდეს რა. ლუკაც გადაინაცვლებს სხვა ადგილში და ასევე ადგილის მასპინძელიც უკვე როგორც ხედავ წავიდა.
არ დასულა ჯერ. აი ამ ადგილში წინ ჩვენგან დაახლოებით 50-70 მეტრში. ორი დღის წინ როდესაც ვივარჯიშეთ, კურდღელი წამომიხდა, შუა მინდვრიდან ესე იწვა თავისთვის. ზაღლების სხვა რამის დასდებენ და ძალიან დიდი იმედებით ვართ ამ ადგილში მოსული და ნახოთ აბა იმედია ეს იმედებიც აგვიხდება და ყველაფერი კარგად იქნება რა. ხალის ახსნებია ხა დაახლოებით 5 წუთია ზუსტად გაშვებულია. კვალი აქვს, მაგრამ რასაც უყურებ, მაინც და მაინც ახალი კვალი არა აქვს. პირობები კაი გვაქვს. გუშინაც და გუშინწინაც იწვიმა და ველოდებით კაი შედეგებს რა. ეხა მუშაობს კვალს უკვე მე მგონი მალე უნდა მიადგეს საწოლ-კვალს და იმედია აგდებასაც მალე მოახერხებს ნადირის. სავარაუდოდ კურდღლის კვალზე მუშაობს სტილიდან და მუშაობის სტილიდან გამომდინარე. აი ხა ცოტა სვლასაც მოუმატა, უკვე ბოლო კვალში გადის როგორც ვატყობ. ნახოთ აბა ყველაფერი კაი ველოდებით დღეს. კარგი შედეგებით უნდა დავასრულოთ. იმედი მაქვს ეს ჩვენი შრომა და წვალება კარგად აგვიგვინდება წინა გამოსვლაზე. წინა შეჯიბრი მაინც და მაინც ისეთი ვერ იყო, როგორის მოლოდინიც ქონდა და სურვილიც ქონდა, თუმცა დღევანდელი დღის დიდი იმედი გვაქვს. გიორგი რეებია. ეს ორი შველი და გარეული ღორი ეს შინაური ღორი სახის. ამაგარია. გაუმარჯოს. რაშიც ვიგჯურნია, ვინო არის ხა, მაგითი ვერ გადაგვებლატავებიან რა. მაგრამ ვაღიაროთ რომ გემრიელია, უფრო მაჭარს გავს. ხო? Живи. Добро да ви одни дошли, видиш да нема ни живи. Живи. Да има Качеди.
რადგანზეც ჯერი კრივის ქონა დევნა, მაგრამ ისეთი არა როგორც მანიცის ძალიან ცუდ პირობებში ამახსნევინეს ძაღლი სერიოზულ ხალში. ეხლა ზეცას იმავე ადგილში ხსნის, სადაც ხალისა იყო შვებული. თუმცა აქაც ქარია, მაგრამ იმდენი არა, რამდენიც კრივის მოუწია. და მაინც ჩემ ძაღლებს როგორ ამოვარდა ეს ქარი. ნახოთ იმედიანი ძაღლია, ძალიან აქვს ზოგი დაზიანებული და იმედი ხელს არ შეუშლის თავისი ხარისხის ჩვენებაში. ზეცო ხო მართალი ვარ? მაინც ამ ეკალბარში მოუწია კლები. ზურგი როცა აქ დაზიანებული. Fazan?
Odi, deți, taci. Odi ia. Bilo dobro. დასრულდა შეჯიბრი. ეხლა მოვედით შეკრების ადგილზე. გავიგებ ყველაფერს რა როგორანაირად ბატარეის, ანუ იგივე ჯგუფის გამარჯვებული უკვე ვარ. სავარაუდოდ და დიდი იმედი მაქვს რომ შეჯიბრის გამარჯვებულიც ვიქნები. არ ვიცი სხვა ბატარეებში რა მოხდა ერთი ვიდეო ნახე Facebook-ზე რომ ძალიან კაი დევნა ქონა ერთ სახლს კურდღაზე საკმაო ახალ მანძილშიც მოყვა და ჯამში რამდენი ხანი ისწია აი არ ვიცი Jedna dobra ekipa, jedna
lepa, vredna ekipa, a to sada će da vidimo na kraju kada pročitamo naše rezultate. Nadam se da ste i vi i mi opravdali svoje poverenje. Pa evo, da ne dužimo, pošto smo već i dosta dugo ovde, odmah ćemo preći na čitanje rezultata. Pa evo ovako, danas je bila po meni jedna uspešna utakmica. Imali smo 10 plasmana, bilo je dosta predmete divljači, nešto viđeno, nešto nije, to je sastavni deo naših utakmica. Jako bujna vegetacija i može lepo da se to uoči koju divljač pas goni. Znači, rekao sam, imamo 10 plasmana, na 10. mestu je Lora, Kuja, Glišić Zorana. Ocena 130 poena, ocena dovoljna 2. Medalju. Svi plasirani psi dobijaju medalju, pobednici baterija dobijaju pekar i prva 3 normalno na celoj manifestaciji. Cura Posavski Gonič, Radeta, mog imenjaka Smitkovića, 120 poena, ocena dobar. Hvala, sve se mi živi i zdravi. Treba vas pohvalim. Ja ću se odbojiti društvo. Evo, ovo su nam dragi prijatelji iz Gruzije, imaju jednu kuju. Ja mislim da je kuja, Kalisa nešto, ali tako? Ocena dobar. Čestitam. Života. Prava Karija. E sad ovdje imamo Lora, svojno, to je Nemanja, nije, Milan Tasman, loše upisano za to je ne vidim. Sledeća je kuja srpskog goniča Dunja, Jovanović Miodrag Midaga. Ocena je vrlo dobra. I viđena divljači, pobednik je u bateriji. To ostavim samo pobednik bateriji. Čestitam mi da se. Čekaj bre, ja pružam. Ne vidiš njega? Ne, samo plasiraj koji... Nemanja Marjanović, ocena, da vidimo, vrlo dobar, vjerovatno, vrlo dobar će vrlo 4 piši samo. Čestitam Nemanja. Biza, Gružanski Slavovi, Goran i Zoran, ocena samo da vidim, odličan i titula CCT. I onda imamo pobednik i baterija. Za sad. Evo, tu sad imao i treće mesto. Bravo! Imamo Astor, Ilić Bogdan. Pas Astor, kada po srpski gori, vrlo dobar četiri, vjerovatno nije viđena divljač, piše da nije viđena divljač, da, čestitam da. Daj mu... Čekaj polako, ovdje ide i treće mesto, pekar za treće mesto. Ne, kako može. Daj... Ček, rade. Ne može vrlo dobro da bude treće. Imaš Vasovića, odlično i titula. A ima ta, evo ovdje grešku postavljaju. Da. Vasovića, da. A niste ne postavili? Dobro, nisi to. Nisu dobro. Po bojenima? Dobro, nije bitno. Znači onda Vasović. Idemo na drugom mestu. Zelja, kako? Jeste pozicija. Dajmo... Pobednik baterija. Znači da slikamo sve Pobednik baterija i taj drugi. Taj. Ja uvijek. Ljudi,
da slikamo, to smo zajedno. Iloca. Četiri puta ko svoji Ajme, iskakati. Gorane, izvjeri, dođi za trenutak. Napravili smo žrtvu. Daj sad Zorana, nemoj Zorana samo, daj Živjeli. Vidimo se. Živeli Serbija i Georgija. მოკლედ მეგობრებო, დასრულდა შეჯიბრი. ხა მოვედით სახში და აქამდე შეძელი საბოლოო შემაჯამებელი ვიდეოს ჩაწერა. ემოციური ფონიდან გამომდინარე აღნიშნავდით, სვავდით. ხან ერთგან მეორეგან დაგვადის ჩემმა სერმა მეგობარმა წაგვიყვანა რესტორანში. გავღნიშნავდით კიდე. მოკლედ ესეთი შედეგებით დავასრულეთ. ვეცდები მაქსიმალურად ამომწურავად გაქცეთ. გააგებინოთ ყველაფერი. ჩატარდა კენჭისყრა. ლუკას ერგო პირველი ნომერი. ზუსტად ბოლო წუთზე იპოვა ხალისამ. ობიექტი სამწუხაროდ ვერ დავინახეთ და ჰქონდა დაახლოებით 14 წუთიანი დევნა. რაც შეფასდა მუშაობა კარგად. შემდეგ უკვე მესამე ნომერი იყო კრივი. ჩვენ ძაღლებზე მაქვს საუბარი. კრივის მოუწია საკმაოდ რთული პირობები, ქარი და მინდორი. სამწუხაროდ ვერ მოახერხა შეფასების მიღება, ასე რომ ვთქვათ. ვერ გააკეთა ის დევნა და ძალიან უიღბლო ძაღლი არის ეს ხვადი. საველეებს და იმედია ამ უიღბლობას გამოასწორებს მალე. ხოლო მეოთხე ძაღლად მოუწია ზეცას მუშაობა იმ ადგილში, სადაც მოხდა მის წინ ორი სხვა ძაღლის გამოცდა. ახსნის მომენტიდანვე საჯმე კითხებოდა, რომ ხოხობთან როგორ არის, ცოტა მეთქი არ აინტერესებს მეთქი. კვლები ქონა თავიდანვე და როდესაც დაამუშავა ეს კვლები, ხოხობით ვიდეოშიც არის აუფრინდა, მაგრამ რეაქცია ნული რა თქმა უნდა. ობიექტი დაახლოებით მე-10 წუთზე იპოვა. 10 წუთი კვალში მუშაობდა, ხმის ამოუღებად, აი ბოლოს ერთგან პატარაზე მისცა ხმა და მალევე იპოვა. აგდო ობიექტი დაახლოებით 25 წუთი ქონდა დევნა. ქონდა გარკვეული ყოვნები ამ დევნაში. რამოდენიმე პატარა დაკარგვები და ვეჭვობდი, რომ იყო პატარა ზომის კურდღელი, ვარი ან ბაჭი ან ამებს გავს ვფიქრობდი, თუმცა შემდეგ უკვე ვიდეოშიც ნახავდით უკვე, რომ საკმაოდ მოზრდილი კურდღელი იყო და ბოდიშიც და კაი ვირიშვილი მაიმუნი კურდღელი იყო, რადგანაც სულ ერთსა და იმავე ნავალზე დაურბოდა. მუშაობა ქონდა სულ ეკალბარდებში თავიდან გაუვალი და ვერაფერს წყურს ნიშნავთ გაუვალ ეკალბარდებში ქონდა, ვიდეოში წაინახავთ ნათლად. დაახლოებით 25 წუთის თავზე ასე რომ ვთქვათ ამოაგდო კურდღელი იმ ეკალბარდებიდან და წაიყვანა უკვე ვენახებში. ამ ვენახებში რომ გადაატარა დაახლოებით 35 წუთი ჯამში პოვნის მომენტიდან კარგად ისმოდა, თითქმის უწყვეტი დევნა ქონდა 35 წუთიანი. და პლუს უკვე მე რაღაც გარკვეული წუთები, რაც ყურში კარგად არ გვესმოდა. სამწუხაროდ არ გვესმოდა, ჯამში 38 წუთი დევნით შეფასდა. სერბეთში საველეზე მაქსიმალური შეფასება რაც იწერება დევნაში არის 45 ქულა, ანუ 45 წუთი.
სხვა დანარჩენში მთლიან საველეზე მაქსიმალური ქულების რაოდენობა აიღო აბსოლუტურად ყველაფერში. Ყველაზე მუშაობა, ყნოსვა, ხმა, მისი ზუსტი, აბსოლუტურად ყველაფერში დააგროვა მაქსიმალური ქულა. Აი თავიდან ბოლომდე მეგონა, ვიცოდი, საჯიც მანიშნებდა, რომ რა ვიცი, შენს იქითკენ სხვა ბატარეებში ვის რა უნდა იქნაო, რომ რა უნდა ქნასო, რომ პირველობა წაგვართვანო რა. და ზუსტად 3 ქულით მაჯობა სხვა ძაღლმა. ერთი ქულა იყო ექსტერიერის და ჩემზე რამოდენიმე წუთით მეტი ხანი ქონდა დევნა, მაგრამ სხვა რაღაცეებში ჩემი ძაღლს ბევრად მეტი ქულა ქონდა. საბოლოო ჯამში 3 ქულით მაჯობა. 187 ქულა ავიღე 195 ქულიდან. შეფასება მივიღე ფრიადი ცაცტ. კურდღელი დანახული იყო. ვიდეოშიც კიდევ ერთხელ ვიტყვით ნახავდით. ძალიან მალე მოყვა თან ახალ ნაპონს კი არა. დაახლოებით 25 წუთის ნაპონს. მთლიანი დევნა სამწუხაროდ ვერ ჩავწერე. პირობებიდან გამომდინარე, იმიტომ რომ ძალიან რთულად შესაწერი ადგილი იყო ხმისთვის. ვიზუალურადაც ვერ ხედავდი ობიექტს, იმიტომ რომ ძალიან გაუვალი ჯაგები იყო და მოკლედ ესე რა, მაქსიმალურად ვეცადეთ, მაქსიმუმი დავდეთ. რაც შეგვეძლო, მეგონა რომ პირველ ადგილს ავიღებდი, მართლა მეგონა. იმიტომ რომ წინა საველეზე პირველ ადგილოსანს დაახლოებით 25 ქულით ვაჯობე, თუმცა ესეა რა. ყველაფერი ისე არ არის როგორც ჩვენ გონია. ეს იქნება დიდი გამოწვევა და დიდი სტიმული მომავალი შეჯიბრებისთვის. რასაც იმედი მაქვს, რომ მომავალ წელს უკვე აუცილებლად პირველ ადგილებს ავიღებთ. ჯამში ზეცას ანგარიშზე უკვე დღეის მდგომარეობით არის 4 საველეზეა ნამყოფი, 4-დან 4-ვეზე აქვს ხარისხზე ნამუშევარი, 4-ვეზე ობიექტი არის დანახული. ერთხელ ქონა ჯამში მელიაზე მესამე ხარისხი, ორჯერ კურდღელზე მესამე ხარისხი. ბოდიში ერთხელ კურდღელზე მესამე ხარისხი და ერთხელ კურდღელზე პირველი ხარისხი. დაახლოებით ქულები რო გადმოვიყვანოთ შესაბამისობაში 93-95 ქულა პირველი ხარისხის დიპლომი აიღო ძაღლმა. იმედი მაქვს შემდეგში ამდენივე ქულას ავიღებ და უკვე პირველი ადგილი ალბათ გარანტირებულად ჩემი იქნება, თუ კიდე მსგავსი სერიოზული მუშაობები არ ექნებათ სხვა ძაღლებს რა. მადლობა ძალიან დიდი ყველას, ვინც გულშემატკივრობდა, განსაკუთრებული მადლობა გვერდჩდგომისთვის და ამ შესაძლებლობის მოცემისთვის კომპანია Happy Dogs და Happy Pets, რო არა ისინი, აქ წამოსვლა პირდაპირ ვიტყვი, რომ შეუძლებელი იქნებოდა ჩემთვის ფინანსური პრობლემების გამო და სამაგალითო უნდა იყოს ამ კომპანიის გვერდჩდგომა სხვა კომპანიებისთვის, რომ ვიცი, ბევრი კომპანია არის, რომელიც ესე მომშენებლებთან თანამშრომლობს, არ აქვს მნიშვნელობა ის მომშენებლები საგამოფენო თვალსაზრისით მუშაობენ, შეჯიბრების თვალსაზრისით მუშაობენ თუ სხვადასხვა მიმართულებებით. მსგავსი მიდგომა კომპანიების ყოველთვის არის სამაგალითო, ყოველთვის არის დასაფასებელი და რავი, რა ვთქვა რა, აღარ შემიძლია მეტად გამოვხატო ის მადლიერება, რასაც მე მაგ კომპანიასთან მიმართებაში განვიცდი, იმიტომ რომ ეს ჩემი და მათი ურთიერთობა არ დაწყებულა დღეს და გუშინ, წლებია უკვე გრძელდება და იმედი მაქვს, რომ კიდევ ბევრი წელი გაგრძელდება. მადლობა კიდევ ერთხელ ყველას და იმედი მაქვს ბევრს გაგახარეთ ამ ჩემი წარმატებით და კიდევ უფრო მეჯერ გაგახარებთ, იმედი მაქვს ამის. ნახვამდის.